ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ახლა მიმყოფებით ბათუმში პერმანენტული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც ხედავთ, დღეს ჩემი სტუმარია ძალიან საინტერესო ადამიანი, მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მე ვისარგებლე შემთხვევით დღეს ირაკლი ბათუმში იმყოფებოდა და შევეცადე, რომ დამეთანხმებიან მართალი გითხრათ დიდი თხოვნა არ დაჭირვებია, ძალიან მარტივად დავთანხმდა ინტერვიუზე და ძალიან მიხარია, რომ ჩემს პოდკასტს ასეთი საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუებით შეემატა. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის იმ ზონის პროფესიონალებთან კომუნიკაცია და თან გვაინტერესებს ბათუმზე რაღაცეები და თუ რამე არის ისეთი, რომელიც ოფიციალურ წყაროებში ფლად ბოლომდე გაჟღერებული არ არის და თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ისტორიას ხელახალი დაწერა ჭირდება საქართველოს ისტორიას, განსაკუთრებით უახლეს ისტორიას, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდს და კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობის პერიოდს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ყველაზე შეუსწავლელი სივრცე და თქვენ როგორც მკვლევარი ალბათ ერთი მხრივ ძალიან დიდი მისია გაქვთ და მეორე მხრივ უზარმაზარი მასალა გაქვთ დასამუშავებელი და მინდა რომ დღეს ვისაუბროთ იმ ისეთ თემებზე, რომელიც არც სკოლაში ისწავლება და არც რაღაცა ტიპის ლიტერატურულ წყაროებში, ლიტერატურულ წიგნებში, კი არა და ისტორიულ წიგნებში ვერ ვხვდებით, ხო? მე პირადად მან ძალიან დიდი განეკუთვნება მაგის დროს საბჭოთა პერიოდში დავამთავრე სკოლა და ფაქტობრივად საქართველოს ისტორიას გეორგიევსკის ტრაქტატის მერე რაღაცერად იატაკქვეშეთში ვეცნობოდით, იმიტომ რომ მაშინ მივხვდი თურმე როგორ შეიძლება რომ ტვინი გამოურეცხო საზოგადოებას, თან ეს ტვინის გამორეცხვა მარტო ის არ არის ფაქტების დამახინჯება, არამედ შეფასებითი ნაწილი, რაც აქვს ისტორიას. მოკლედ არ ვიცი ძალიან ბევრი რამე მოგაყარეთ ახლა, მაგრამ იმდენად დიდი დეფიციტი არის კვალიფიციური პასუხების იმ კითხვებზე, რომელიც უახლოეს ისტორიასთან გვაქვს საზოგადოებას, მე მგონი ეს ერთი პოდკასტი მაგას რა თქმა უნდა არ ეყოფა. ბატონო, რა თქმა უნდა არ ყოფნის და არც ცალკე მთელი საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებშიც კი საერთოდ ამ თემას ვერ ამოწურავ, თუმცა გეთანხმებით, რომ აქტუალობა და მნიშვნელობა იზრდება, რაც უფრო ღრმად შევდივართ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად აი ამ პროცესის შუაგულში ვართ ხოლმე და ვხედავთ და ესეც ჩვენი საუბარიც აქ იწერება, მით უფრო ცხადი ხდება უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლისთვის, რომ ამის უკან დგას აი განცდა, რომ ეს ეხლა არ დაწყებულია, ეს არის ხანგრძლივი პროცესის ნაწილი. ფაქტობრივად ჩვენ ბოლო 2 საუკუნე და მეტი ჩვენი საზოგადოება, როგორცაც ჩვენ საკუთარ ვთქვათ, ირგვლივ ხედავთ, ხო? ქართული საზოგადოება შეიძლება ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფო იბრძვის რუსული იმპერიული დღესდღეობის წინააღმდეგ. და აი ეს ცოდნა, რომ რას უპირისპირდებით, რა გავიარეთ, ხო? რა დაგვამახსოვრდა და რა დაგვავიწყდა, ან რა დაგვავიწყეს. რა თქმა უნდა, დღევანდელ პირობებში უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი აღვიდგინოთ. გამომდინარე იქედან, რომ ეს კოლექტიური მეხსიერება, ჯანსაღი რეფლექსია წარსულზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ სად ვართ. და ვისწავლოთ ასევე ეს გაკვეთილები, ვისწავლოთ წარსულში. ძალიან შეიძლება რაღაცა ესე საგრძელოსავით და ბუნდოვნად ჟღერდეს, მაგრამ როცა პრაქტიკულ მხარეზე გადავდივართ უკვე და ვხედავთ, ხო, აი მაგალითად რას აკეთებს დღევანდელი რუსული სახელმწიფო ომში იქნება ეს თუ საინფორმაციო ომში, რას აკეთებს პრორუსული რეჟიმი აქ, რა მეთოდებით უპირისპირდება და უტევს როგორც პოლიტიკურ პარტიებს, მედიას იქნება ეს, სამოქალაქო საზოგადოებას. როდესაც ჩვენ მაგალითად ცოტა გავიხედავთ უკან და
აი ესეთ კრიტიკულად და უშუალოდ ამ წყაროებზე წვდომის კუთხით თუ კი გვაქვს უკვე ამისი ფუფუნება და ესეც უკვე ძალიან შემცირებულია და შეიძლება ამას ერთ-ერთი სიტყვა ვთქვათ. ანუ ძალიან ხშირად ვხედავთ პარალელებს მოქმედების სტრატეგიაში გამოყენებულ მეთოდებში, გამომდინარე იქიდან, რომ ამოცანები ერთთაიგივეა. რა ამოცანაც ჰქონდა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს 1920-იან წლებში, მაგალითად 30-იან წლებში, რა მეთოდებით აღწევდა ამ ამოცანების გადაწყვეტას, ანალოგიურად დღესაც ხშირად ხედავთ, რომ ფაქტობრივად იგივეს აკეთებენ. მაგალითად, ანუ რაში მდგომარეობს ეს ლოგიკა, რომ სისტემა არის ექსკლუზიურად ძალაზე, ძალადობაზე, ტერორზე, შიშზე დაფუძნებული, რამდენადაც საზოგადოების შიგნით ძალიან მცირე დასაყრდენი ჰყავს. დღეს ამ ფაზაში შევიდა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი, რეალურად ორგანული მხარდამჭერები საზოგადოების შიგნით ფაქტობრივად დაკარგა და არის ჩამოკიდებული მხოლოდ აი ამ ძალისმიერ აპარატზე, სადამშელო ისტორიაში არაერთი გაკვეთილი იყო მაგისი, რომ ეგ ვეც დიდხანს გასტანს და მაგას შედეგები არასდროს არ მოუწოდა. თუმცა ეს ანუ ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და მაგიტომ რომ აი ზუსტად როცა ხედავთ რომ 20-იან წლებში ესეა საოკუპაციო რეჟიმს და კომპარტიას და აი რუსულ ასე ვთქვათ ის წესრიგ საზოგადოების შიგნით ფაქტობრივად საყრდენი არ აქვს და რეჟიმი ამ ამოცანას რომ უნდა მართოს პროცესი თავის პოლიტიკა გაატაროს აფუძნებს ძალაზე, შიშზე, ტერორზე და ანუ ეს თელ აპარატს ქმნის უზარმაზარ ბიუროკრატიას, რომელმაც უნდა აიძულოს უმრავლესობა მოქალაქეების, რომ დაემორჩილოს უმცირესობის გადაწყვეტილებებს. დღესაც ანალოგიური გამოწვევა აქვს და შესაბამისად ის ნაბიჯები, რაც საოკუპაციო რეჟიმმა გადადგა 21 წლიდან მოყოლებული ხო? ანუ ამ ყაიდის პროცესს ახორციელებენ, როგორც არის ლეგალური, ანუ სამართლებრივი გარემოს სრული შეცვლა და ჩაკეტვა და მოსწრება, გამოცხადება, რომ არ არსებობს შენ, არ გაქვს არანაირი უფლება, მედია იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, მასობრივი დაპატიმრებები და ტერორისტთა შიშის დათესვა, პრევენციული დაპატიმრებები, ეს როცა უცებ შოკად არის, თქვა ჩვენმა საზოგადოებამ გასული წლის ბოლოს, როცა სასწრაფოდ ესე არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეცვალა ეს კანონმდებლობა, რომ სადამშელო სტრუქტურის წარმომადგენელს, პოლიციას შეუძლია, რომ ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ეჭვის და რაღაცა ისეთი დასკვნის საფუძველზე ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად გამოკეტოს რამდენიმე კვირა, თუნდაც იზოლატორში, ხო? და ეს თითქოს რაღაცა უჩვეულოა, მაგრამ რეალურად ეს 20-იან წლებში ეს მასობრივად ხდებოდა, რომ სამყარო ვითარდება 21 საუკუნეში ვართ მარსის კოლონიზაციაზე ვფიქრობ და ეს რუსული მეთოდები ისეთივე აქტუალური და ტრენდული დარჩა, როგორც არის. იყო 200 წლის წინ. და თან როგორ რაღაც არის იცით ირაკლი ჩვენ აი ვისაც საბჭოთა პერიოდი გაგვივლია რაღაცა ტიპის მგრძნობელობა ამ მოდელებზე და მეთოდებზე გვაქვს და აი ახალგაზრდებმა შეიძლება ეს ვერც გაიცნობიერონ ან რაღაცა მაპროგნოზირებელი სიგნალები არ ქონდეთ ხო რაღაცნაირად ვერც გაიგონ ეს რა შეიძლება ნიშნავდეს და აი რატო აკეთებს ამას და აი ჩემი თაობა ამას ძალიან კარგად გწნობს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამაში გაგვივლია და უშუალო გამოცდილებით იცით. უშუალო გამოცდილებიდან ვიცით, თან ეს არის აი ყველაზე ვერაგი მსოფლიოში. მე არ ვიცი, აი ასეთი ვერაგული მეთოდებით მომუშავე რომელი ქვეყანა, აი ყველაფერი, ანუ ქვეყანა, სადაც სიტყვას ფასი არ აქვს, ქვეყანა, სადაც აი ვიცი, ოჯახური ტრადიციები არ არსებობს, სადაც ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები არ არსებობს, სადაც ყველაზე ტრენდულად ითვლება ის, როცა რაღაცა კარგად რომ მოგატყუეს, ან რაღაცა კარგად რომ გაგაცურაკეს. ან კიდე რაღაც ბიუროკრატიულ ზედაპირულობებზე აგებული ურთიერთობები. ანუ ის რაც მეგონა რომ დავიწყებული გქონდა, რაღაც ისე ჩქარა რესტავრირდა, რომ ძალიან სწრაფად და ცოტათი მაშინებს და მზარავს ეს, მაგრამ უბრალოდ იმისი იმედი მაქვს, რომ ახან ეს გაგვახსენა და ეს ასე შემზარავად გაგვახსენა ეს წარსული, იქნებ აღარ მოგვიდეს იმაში დაბრუნება. ბატონო, ანუ ეხლა ამ წარსულის ცოდნას უფრო აი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ერთი რომ უფრო ცხადად იგრძნონ ადამიანებმა რა ძალას უპირისპირდებიან და აი ეს არის ეს აღლები არის ჩვენი ის
პერიმეტრის დაცვას თანამდები გვიცავენ. ეს ბათუმელი ძაღლები ხო რაღაცა სხვა ფენომენია. ერთი ხო ის ყავდა, კუპატა ყავდა და მეორე ხო ესენი, ასე გვიცავენ. რო დაინახავენ ორი კაცი დგას უკვე იქ არიან გაჩენილები. ასე რომ დაზღვეული ვართ, უბრალოდ ხმაურის გამო გადაწყვეტილებას გაი. ხო, ანუ რას ვამბობდი, რომ ერთი მხრივ ეს ეხმარება გაცნობიერებას, რომ ხანგრძლივ ბრძოლაში ვარ ჩართული და ვსწავლობთ და აი ამ წარსული გაკვეთილები გვეხმარება, რომ ვიცოდეთ მოწინააღმდეგე რას გააკეთებს, რა ლოგიკით მოქმედებს ჩვენს გასაჩერებლად, ჩვენს დასამარცხებლად, ჩვენს გასანადგურებლად და მეორე რომ ვიცოდეთ ასევე როგორ არათუ წინააღმდეგობა გავაწევთ, არამედ როგორ გავიმარჯვოთ ესეთ სისტემაზე, ხო? და ეს უკვე ცხადია და თანხმდებით, რომ გამოკვეთილია ამისი აქტუალობა და ყველა საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ სივრცეში ამ ტიპის დისკუსია უნდა იყოს და შესაბამისი რესურსებიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, დოკუმენტები იქნება ეს, ლიტერატურა იქნება ეს, ზეპირი მეხსიერება იქნება, ხელშესახები ფორმა რო ქონდეს, რომ ეს ცოდნა უკვე ცირკულირებდეს და ნებისმიერმა ახალი თაობის იქნება თუნდაც უკვე გამოვლილი ქონდეს ეს პერიოდი ადამიანს, მაინც ეს ინფორმაცია და ეს დისკურსი მისთვის იყოს გასაგები და ახლო. ოღონდ სამწუხაროდ ჩვენთან ახლა აი ეს ბოლო რამდენიმე დეკადაში ასე ვთქვათ შეივსო გარკვეული ვაკუუმი. როდესაც ფაქტობრივად ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როდესაც სისტემის ჩამოშლა და კოლაფსი მოხდა და უკან დაიხია ამ აგრესიულმა იმპერიულმა დღის წესრიგმა რუსეთის მხრიდან და ეს ფაზა დასრულდა საბჭოეთის და კომუნისტური ტოტალიტარიზმის, ანუ ამ წარსულის აღდგენის რაც ოკუპაციამდე იყო, რაც ტოტალიტარიზმამდე იყო, როგორც თვითონ სახელმწიფოს ფორმის, დემოკრატიასთან დაბრუნების, ასევე მეხსიერების დაბრუნების, ხო, რომ ვინ იბრძოლა, ვინ გაუწია წინააღმდეგობა, რა იდეების საფუძველზე ხდებოდა ეს წინააღმდეგობა ამ ქვეყნებში, ამასთან ფუნდამენტური დაბრუნება მოხდა, აქ მოიაზრება საკანონმდებლო პროცესები, რომ კანონმდებლობა შემუშავდა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ეს მეხსიერების პოლიტიკა ყოფილიყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად, ლუსტრაცია, ან სისტემის წარმომადგენლების მიმართ პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომ არ შეიძლება ვინც ამ ჩაგვრელ არაჰუმანურ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობდა და თანამშრომლობდა კი არა ამ რეჟიმს წარმოადგენდა, ასევე მათ ჰქონდეს იგივე უფლებები ან ხანგრძლივად, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაც მათი ტანჯვის ობიექტებს, ვისაც ისინი ჩაგრავდნენ და რეპრესიებს უწყობდნენ ამ დემოკრატიული ღირებულებების მაგრამ იმათმა მარტივად დასავლეთ ევროპის, უბრალოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ძალიან მარტივად მოაგვარეს ეგ პრობლემა. მარტივად უბრალოდ ამისი პოლიტიკური ნება იყო, სხვადასხვა მიდგომით განხორციელდა და სერიოზული პროცესი განსაზღვრა, რომ რევანში და რეკონსტრუქცია აი ამ ტოტალიტარული და პრორუსული რეჟიმების ვერ მომხდარიყო. ეს ერთი და პლუს უზარმაზარი რესურსები, ფინანსური და ადამიანურიც და საერთოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე მუდმივად ამ სახელმწიფოებიდან უმრავლესობა აცნობიერებდა პრიორიტეტულობას ამ საკითხის, იდებოდა საგანმანათლებლო პროგრამებში, სამეცნიერო კვლევების წახალისებაში და მხარდაჭერაში. პოლიტიკის დონეზე იყო ესაც ძალიან მნიშვნელოვანი. და საგანმანათლებლო სივრცეში, საუნივერსიტეტო კვლევები, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებები და ასევე სკოლა. ხო, რომ სკოლა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითაც სახელმწიფო, ნორმალური ჯანსაღი სახელმწიფო ნიადაგს უმზადებს თავისუფალი, ასე ვთქვათ, მოქალაქის აღზრდას მისთვის ამ საბაზისო ცოდნის და უნარების ეს თავისუფალი მოქალაქე გვიწერია სქემში, მაგრამ ის სადღეგრძელოს როგორ უნდა გაიზარდოს ეს. კი, და ზუსტად ანუ ჩვენი სახელმწიფოს პრობლემაც ეს იყო და ნუ ახლა გამორჩეული არ ვართ ამ მხრივ, ანუ როგორც გვაქვს წარმატებული მაგალითები, ისევე წარუმატებლობის, რომ აი ეს მთელი
პაკეტის ნაწილი რა უნდა გაკეთებულიყო დეოკუპაციისთვის და ტოტალიტარიზმის საბოლოოდ ამოფრქვისთვის და რუსული იმპერიული გავლენის მაქსიმალურად შემცირებისათვის, იგივე ეს ლუსტრაცია იქნებოდა, საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება იქნებოდა, თუ კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დიდი რესურსების დათმობა რეალურად ხანგრძლივად არც ერთი არ ყოფილა. მხოლოდ ძალიან მცირე პერიოდი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც გარკვეული მზაობა და პოლიტიკური ნება იყო, მაგრამ ცოტა დრო იყო და საზოგადოების შიგნით რესურსები აი ჩანსახოვან ფაზაში იყო და არ მოესწრო და ვერ მოესწრო ასეთ პირობებში რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. შემდეგ უკვე 2010 წლების განმავლობაში და დღეს ახლა ბოლო წლებშიც ხადია, რომ როდესაც პრორუსული რეჟიმი ფლობდა და სადავეებს გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალურად ყველანაირი პროგრესის გარემო ამ ხრივ შეიზღუდა და საბოლოოდ გაჩერდა და დაიბლოკა. სასწავლო პროგრამაც ახსენეთ, რა თქმა უნდა, ყველანაირი მცდელობას და პრაქტიკული ნაბიჯებიც იყო და სახელმწიფოს პოზიცია თუნდაც დეკლარაციის დონეზე იყო, რომ ევროპული საგანმანათლებლო სივრცის და საერთოდ კულტურის და განზომილების ნაწილი უნდა ვიყოთ. აი ეს მიდგომები, მეთოდები არის ზუსტად იმაზე, რომ მოაზროვნე, დამოუკიდებლად მოაზროვნე თავისუფალი მოქალაქე მაგრამ როგორ გაიზრდება დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქე? აი მან მივდივართ, აი ზუსტად ამ საკითხთან, რომ ეს იყო აქედან ფაქტობრივად ისტორიის სწავლების ელემენტი, ანუ ამოგლეჯილი არ იყო, მაგრამ რა ფორმითაც იყო და დღემდე არის წარმოდგენილი, იქ საბჭოეთი ცოცხლობს და სუნთქავს. რას გულისხმობ, რომ რეალურად, როდესაც საუბარი არის, რომ სკოლას, როდესაც ამთავრებს მოქალაქე, მას უნდა გქონდეს უნარები დამოუკიდებლად აზროვნების გადაწყვეტილების მიღების, უნდა იცოდეს რა საზოგადოების და რა ქვეყნის წარმომადგენელია, რა გამოიარა და სად ცხოვრობს დღეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადად, ხო? ირაკლი, რა მაინტერესებს იცი? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მასე უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ჩვენ მაგის უბრძანება არ აქვს, რომ აი ასე სწორად დავაგებული იყოს ეგ სისტემები, ხო? აი რას ურჩევდით, თქვათ, შოუბლებს ან საზოგადოებას ის, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს, ამ ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ შეიძლება, რომ საზოგადოება იმდენად გააქტიურდეს, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ის, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს და მე ეს უფრო მომწონს მართალი გითხრათ, ვიდრე ის, რომ ყველაფერზე სახელმწიფოზე ვიყოთ ჩამოკიდებული და მისგან მოვითხოვოთ, ხო? აი თქვენ რას ურჩევდით, თქვათ, ან მშობლებს, ან მასწავლებლებს დამატებითი წყაროები, აი რომელი ავტორები არის ისეთი, რომელსაც შეიძლება რომ დაუჯეროს, თქვათ და ვენდოთ თუ აბსოლუტური ყამირი გვაქვს ამ საბჭოთა პერიოდის კვლევაში. თქვათ ასე წყალწახებულები არა ვართ მე. არა, რა თქმა უნდა, არა ვართ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ, როგორც კონკრეტული კვლევების განვითარების კუთხით, ასევე გარკვეული პლატფორმების თვალსაზრისით შეიძლება მოიპოვო ინფორმაცია, დოკუმენტები, პირველ წყაროები, თუმცა ეს რაღაც ესეთ სისტემატიზებული არ არის, ხო, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საერთო ესე ცენტრალიზებული პროცესის ნაწილი, არის ფრაგმენტულად. და ახლა კონკრეტული ნაშრომების და ავტორების დასახელება, რა თქმა უნდა, გამიჭირდება უბრალოდ რა მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა რაც არის სასკოლო დონეზე და რა თქმა უნდა, როცა ეს ნაწილი არის პრობლემური, შემდეგ უნივერსიტეტის თუ უკვე პროფესიული სწავლების საფეხურზე ბევრი რაღაცის გამოსწორება ძალიან ძნელი ხდება და შევსება ამ ვაკუუმის, არის რა, რომ ამ სისტემამ ფაქტობრივად გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად და უკანასკნელად ახლა ამ ბოლო წლებში ცხადია გაცნობიერებულად შეინარჩუნა ისტორიის ხედვის მოდელი, რომელიც საბჭოთა რუსულმა ტოტალიტარიზმმა მოგვახვია თავს. ან თქვენ ზუსტად სწორად ახსენეთ, გინახავთ მაშინ როგორ ისწავლებოდა სკოლაში, რომ მოდის ისტორიის, ასე ვთქვათ, სწავლება, რა თქმა უნდა იქაც, ხო, ისევ რუსული
მოსკოვო ცენტრული ხო ეს საბჭოთა კავშირის ისტორია ერქვა და იყო სინამდვილეში რუსეთის ისტორია. ჯერ ერთი და მე ის ქვეტექსტი როგორი იყო, რომ აი საქართველოს გაუბედურებული საწყალი გადაგვარჩენა და რუსეთმა გადაგვარჩენა და ეს საბჭოთა პერიოდი იყო. აი მართლა გუწფელად მიხაროდა, რომ საბჭოთა ბავშვები ყავენ მე მახსოვს ჩემი ემოცია. და უმცირესი ძალიან ესე თქვათ ისიც გამოშეგნული და ისიც რა თქმა უნდა მოდერნულ პერიოდამდე ძალიან ესე თხელი ფაქტობრივად ფაკულტატურად საქართველოს ისტორია ესე ისწავლებოდა და საერთოდ აღქმა რომ მე-19 და მე-20 საუკუნის პროცესებია მთავარი და განსაზღვრელი ჩვენთვის დღეს ეს იყო სრულიად ამოგლეჯილი ეს არ არსებობდა ჩანაცვლებული ჰქონდა ეს პარტისტორიას კომუნისტური პარტიის ბოლშევიზმის და ეგრეთ წოდებული ბოლშევიკური რევოლუციის ისტორიით ანაცვლებდნენ აი ამ განზომილებას რომელიც რა თქმა უნდა ყველას ძაგდა გასაძლიერებლად და ხო აუცნობიერებლად გამომდინარე რომ ცხადე იყო ეს არის ტყუილი და პროპაგანდა და მით უმეტეს იმდენად უინტერესო ფორმით ისწავლებოდა ეს ხო და შესაბამისად როდესაც ეს განზომილება დასრულდა და წესით უკვე ეს ვაკუუმი უნდა შეგვევსო მაინც როცა რეჟიმმა მოახერხა თავისი პროპაგანდით, ცენზურით, აი ამ საგანმანათლებლო სისტემის ესე გადაკეთებით გააქრო ცოცხალი მეხსიერება რა იყო რეალური ისტორია მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში პირველ რესპუბლიკის დროს რა ხდებოდა, ოკუპაციის პირველ აწლევლებში რა ხდებოდა, რაღაცას ხომ უნდა შეევსო ეს და როდესაც ეს ვაკუუმად რჩებოდა, თვითონ ესე გამოვიდა, რომ ინერციით დღემდე დავიტოვეთ აი ეს ხედვა, რომ ისტორია ეს არის რაც შეიძლება ძველი ისტორია. აი ფეოდალიზმამდე, ფეოდალიზმის დასრულებამდე და ეს უნდა იყოს თავარი, ანუ უძველესი ეპოქები, ძველი ცივილიზაციები, სამეფოები, სამთავროები, გაერთიანებული ფეოდალური სამეფო, კრიზისი, შემდეგ ამავე. ანუ ამაზე არის ფოკუსი, შორს, სადაც რუსეთი არ ფიგურირებს. და ის პერიოდი, რომელიც დღეს ახლა დასავლური საგანმანათლებლო სისტემით და ისტორიის სწავლების კუთხით, ანუ ფოკუსი ამაზეა, ხო, მოდერნული ხანა. ის პერიოდი, როდესაც საზოგადოება სამყარო ხდება დაახლოებით იმ სისტემის, სადაც დღეს ვართ, ხო? ერი სახელმწიფოები, ინდუსტრიული რევოლუცია, ტექნოლოგიები, ამ პოლიტიკური ახალი იდეოლოგიები, დიდი მსოფლიო ცვლილებები, ომები, ცივი ომი, ხო? ამის გაგრძელება დღეს რაშიც ვიმყოფებით და ეს სრულიად იგნორირებული კი საბოლოოდ არ არის ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ უმცირესი ნაწილი აქვს დათმობილი, ისიც იმ კლასებში, რომელიც არის დამამთავრებელი, ისიც ის პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად სკოლაში აღარ დადიან და ფორმალურადაც არ ისმენენ, თუ ძალიან სპეციფიკურად არ აინტერესებთ ეს მხარე და კიდევაც რომ მოსწავლეც მოტივირებული იყოს საუკეთესო მასწავლებელი იყოს არსებული ნორმალური უკვე აი სახელმძღვანელოების ხარისხი მაინც ბოლო აწლეულებში რა თქმა უნდა უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს სახელმძღვანელოც გამოყოფილი დროის გამომდინარე ვერ ჩაატევს ამ უზარმაზარ თემებს რამდენიმე ფურცელზე, ხო? თქვათ რომ მასწავლებელი ისეთი ის არის ასე ვთქვათ სუპერპროფესიონალი და მოტივირებული რომ ბევრი ახალი ალტერნატიული წყარო შემოიტანა თვითონ მუშავა ფორმალურად აქვს ეს ამის საშუალება თითქოს ხო ამის მიუხედავადაც კი იმდენად მცირე დრო აქვს სასწავლო ფორმატში საგაკეთილო ფორმატში ამ პერიოდების სწავლებას დათმობილი რომ ვერ შეძლებს ამას ხო და რას ვიღებთ შედეგად ვიღებთ რომ შესაძ საშუალო სტატისტიკური ახალგაზრდა უკვე ამთავრებს სკოლას და იწყებს სრულწლოვან მასწავლებლებს ეს საბჭოთა პერიოდის მასწავლებლები რო გყავს ანუ ყველაზე რა თქმა უნდა არ შეიძლება მაგის მაგრამ უმთავრეს შემთხვევაში ეს მე პირადად ყველაზე მეტად მაწუხებს შეფასებითი ნაწილი. ანუ ერთი არის ფაქტი, ის ინტერპრეტაცია, მაგრამ მეორეა შეფასებითი ნაწილი. კი არა და ბათუმის დრამატულ თეატრში გაგვიბედეს სტალინზე სპექტაკლი დაგვიდგეს და მიგვიყვანეს. უნივერსიტეტის პროფესორები ამას გვაყურებინეს. საშინელი პროტესტი ჰქონდა და დავაფიქსირე კიდეც ეს ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ კიდე იდგმება. კიდე იდგმება. საერთოდ არის საერთოდ აი ამ პრობლემის და გამოწვევის შემადგენელი ნაწილია, რომ როდესაც არის ფუნდამენტი გამოცვლილია, სკოლა დამთავრებული ახალგაზრდა თავის იდენტობას აშენებს
იმ რეალობაზე, რომელიც დღეს აღარ არის, ხო? ანუ სამეფოების და აი 19 საუკუნემდელი საერთაშორისო მოცემულობით ეს სამყარო უკვე აღარ მუშაობს. დღეს სულ სხვა გარემოში ვართ, სულ სხვა გამოწვევები გვაქვს და განსაკუთრებით ხო რაც ისწავლა და ავა თუ კარგად ეხა ეს ცხადია ყველას ისე გამოკვეთილად ესა თუ ის საგანი არ აინტერესებს ესე რომ ვთქვათ რომ ყველა ისტორიას სკოლაში დიდი ინტერესით სწავლობს ბევრ ფაქტორზე ეს დამოკიდებული მაინც რო ვთქვათ რომ რაცაც მოკრა ყური რაც ისწავლა ის ყველაფერი არის ეპოქაზე სადაც რუსეთი არ ფიგურირებს რუსეთი არ ჩანს რუსეთზე ვერ ბედავენ ხო და დღეს როდესაც შემდეგ უკვე დამოუკიდებელი არის და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხმა უნდა მისცეს რაღაცა გადაწყვეტილება დგას მის წინაშე უზარმაზარი ტალღა მოდის რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის რომელიც მას უმიზნებს რა თქმა უნდა ამ ფონზე საიდან უნდა მიიღოს გამოიყვანოს ხო დასკვნები როცა საბაჟო ფაქტები არ მიუწოდები არავის კონტექსტი არ აუხსნია არავის და არც ის ყოფილა ხელშესახები რომ ხო კი არ გასწავლი მაგრამ ხელმისაწვდომი ამ თემაზე რასაც შეიძლება იყოს ხო ანუ და შესაბამისად კიდევ ამ კატასტროფული მოცემულობის მიუხედავად მაინც ჩანს რომ ასე თუ ისე ჩვენმა საზოგადოებამ მაინც შეძლო იგივე დამოუკიდებელმა პროფესიულმა საინფორმაციო გარღვევა მაინც მოვახერხეს. კი, ანუ ალტერნატიული დღის წესრიგი მაინც ავად თუ კარგად იმ დონეზე შეიქმნა, მედია იქნება ეს თავისუფალი თუ კვლევითი ორგანიზაციები თუ საგანმანათლებლო რესურსები, პედაგოგების თვითონ ასოციაციები, რომლებიც ცდილობენ სულ რაღაცა პლატფორმები და რესურსები შექმნან ამ კუთხით და გაუზიარონ ერთმანეთს, რომ ამ თვითონ პრორუსულმა რეჟიმმა მისმა მთავარმა სპონსორმა და ზურგმა თვითონ რუსულმა პროპაგანდამ და გავლენამ თელმა უზარმაზარმა კამპანიებმა მაინც ვერ გადატეხა საზოგადოებრივი აზრი და აპრიორი ცხადი არის როგორც ახალგაზრდა თაობისთვის საშუალო და ასაკოვანი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის რომ რუსეთის და რუსული იმპერიალიზმის წარმოჩენა საქართველოსთვის და ჩვენი იდენტობისთვის რაღაცა კარგად ვერ პოულობს ნიადაგს. თუმცა ისინი სწავლობენ ამ გაკვეთილებს, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეებს და მათი სტრატეგია ბოლო წლების და ბოლო დეკადების განმავლობაში არის რა, რომ როდესაც ცხადია, რომ აქ ცდელობის მიუხედავად ამან არის დიდი რესურსების ჩამხევის მიუხედავად შედეგი ისეთი არ არის, როგორც სჭირდებათ. ანუ შემოვლითი გზით ანუ კამპანიის ამოცანა ხდება ის კი არა რომ რუსეთის რეპუტაცია გამოასწორონ არამედ მტრის ხატი შექმნან რომელიც რუსეთისგან ყურადღებას გადაიტანს და ანუ თელს რესურსებს დიდ მნიშვნელოვან ნაწილს ამ პროპაგანდისტული რესურსების აბანდებენ ანტიდასავლურ ოპერაციებში და კამპანიებში, რომლის მესიჯი ის კი არ არის, რომ რუსეთია კარგი, ამას დაუჯერე, არამედ გაჩვენებს, რომ მტრის სახე თითქოს არის დასავლური კულტურა და პოლიტიკა ამითი უნდა შეაშინოს აუდიტორია და შემდეგ ამის მერე მოდის ფონად ის რომ ეს თუ მტერი არის თუ ეს შენი საფრთხეა ხო აი ამ შემთხვევაში უკვე რუსეთი სხვანაირად გამოჩნდება შენთვის რომ აი ის სინამდვილეში თითქოს შენს იდენტობას იცავდა კულტურა ყავდა თითქოს მაშინ როცა რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით ყველა ბედნიერი იყო ყველა სამსახური ჰქონდა ყველას ბინა ჰქონდა, ყველას ახალგაზრდები იყვნენ მაშინ და ეგ ახსენდებათ. ანუ მამის ფონზე უკვე მერე გაცილებით უფრო წარმატებულად ახერხებენ ამ ოპერაციების წარმოებას, ვიდრე პირდაპირ ასე ვთქვათ რუსეთის რეპუტაციის ესე წინა პლანზე წამოწევი. თუმცა პირობითია, შეიძლება რაღაც ფაზაში უკვე ამაზეც გადაეწყონ და უფრო მეტი და უფრო აგრესიული კამპანია ჩაუშვან შეიძლება ეს. კიდევ ერთი ის არის, აი აქ მხოლოდ რუსული ფაქტორიც არ არის. რაღაც 60-იანი წლებიდან უკვე აქტუალური ხდება სოფლიოში ზოგადად ის, რასაც რეალ პოლიტიკა უწოდეს და მე პირადად არ ვიცი ხა რამდენად დამეთანხმებიან ისტორიკოსები, მაგრამ პირადად ვიძახი, რომ
რეალ პოლიტიკას სინამდვილეში უწოდეს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მთლიანად დაცლილი არის მორალისაგან. ანუ პოლიტიკას გამოაცალეს მორალი და თქვენს აი ეს არის შეფუტე სამწნებაში, ასე მგონია. ხო, ну, ესეც არის, რა თქმა უნდა, ამ კამპანიების და საერთოდ საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი. Რა თქმა უნდა, განსხვავდება პერსპექტივები დიდი სახელმწიფოების, გლობალური საერთაშორისო მოთამაშეების ხედვები, პერსპექტივები, მათი რიტორიკები. ერთი და მეორე პატარა ქვეყნების და შედარებით მცირე რესურსების მქონე საზოგადოებების ხმა და მათი პერსპექტივა, ხო? და თავისთავად, როდესაც რეალ პოლიტიკის ფაქტორზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ პოლიტიკა, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე ეს რაღაცა ქველმოქმედება არ არის. ამას განსაზღვრავს რესურსები, განსაზღვრავს თვისწესრიგი, განსაზღვრავს ინტერესი, მექანიზმები, ხო, რა თქმა უნდა, ანუ რაზე არის აწყობილი ეს სახელმწიფო და საერთოდ ეს ურთიერთობების ფორმატი, ხო? და აქ, ასე ვთქვათ, დემაგოგია და ეს манипуляция მარტივი არის დიდი სახელმწიფოების მხრიდან, რომ აი პატარა სახელმწიფოების აუდიტორიას მოახვიონ თავს ის ხედვა, რომ თითქოს მათ არანაირი შანსი არ აქვს გადარჩენის, რომ მათი ხმა არაფერს არ ნიშნავს, თუმცა გააჩნია, ხო? ანუ რომელი სისტემის წარმომადგენელი აწარმოებს ამ კამპანიას და ზუსტად რო ვახსენეთ ეს ანტიდასავლური საინფორმაციო დეზინფორმაციული კამპანიების ტალღა მისი შეტყობინებაც ზუსტად ერთ-ერთი ეს არის, რომ თქვენი გულშემატკივარი არავინ არ არის პრაგმატულადაც და რაღაცა ესე მორალურ ეთიკურათაც თქვენ არავისთვის არაფერს არ წარმოადგენთ, არ გაქვთ გადარჩენის შანსი, ამიტომ დაკმაყოფილდით იმითი, რაც გქონიათ და რაც გაქვთ, ხო, რომ ანუ ნუ ეძებთ რაღაცა ახალ გზებს და ახალ გამოსავალს, ხო? და მეორე არის, რომ ეს ერთი გასაგები არის, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ესეთი შეტყობინება და მესიჯი ცხადია, რომ მის ინტერესს ემსახურება, აქ არის საქმე, რომ თვითონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა როგორ პოზიციონირებს. თუ კი ამ ჩარჩოში ცხადია, რომ ესე იგი ის არ არის საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი საზოგადოების ინტერესის წარმომადგენელი და ხედავთ, რომ ეს საერთაშორისო როგორც გასული საუკუნის და ათწლეულების ისევე თანამედროვე არის ძალიან ცვალებადი, ძალიან დინამიური და აქ პოზიციონირება, მოკავშირეების პოვნა, რომელთანაც შენ როგორც პრაგმატული ინტერესი, ასევე ეს უფლებებზე დაფუძნებული, ღირებულებებზე დაფუძნებული, პოლიტიკურ იდეებზე დაფუძნებული სიახლოვე თანამშრომლობა შეიძლება გქონდეს და წარმატებული იყოს ეს, ამისი უამრავი მაგალითი არის როგორც წასული, ისე თანამედროვე, ხო? უბრალოდ აი ეს რიტორიკა, რომ ყველაფერს ფული წვეს და ყველაფერს მხოლოდ აი ესე ვიწრო ინტერესი წვეთს, რა თქმა უნდა, არის რაღაცა ძალიან როგორ ვთქვათ, უნივერსალური, რომელსაც ყველა განზომილებაში გამოიყენებ ნიჰილიზმის და უიმედობის დასათესად, თუმცა რეალობა სხვანაირია და შეგვიძლია ამ რეალობაზე გქონდეს აქცენტი. იცი რა მინდა რომ ვკითხო, აი თუ გაიხსენებ რაღაცა ისეთს, აი შეხომ ფაქტობრივად უშუალო წყაროებთან გაქვს ხო შეხება და საარქივო მასალებთან, ხო? და იყო ისეთი რაიმე ისეთ ინფორმაციას თუ წააწყდი, აი რამაც ძალიან რო გაგაუცა და რომ არც გიფიქრია, რომ თქვა შეიძლება და ეს საქართველოს ისტორიაში რაღაცა მსგავს ფაქტებს წაწყდომოდი. იმდენი რაღაცა ნიუანსები არის, დეტალები. ისეთი საინტერესო ქვეყანა გვაქვს. აი სვანეთში მოგზაურობის დროს, მახალთიან აჭარაში მოგზაურობის დროს, ისეთი საინტერესო აი ტრადიციები არის, აი როგორი ტრადიციები, იცი? აი პოლიტიკა რო უნდა აშენო იმ ტრადიციებზე, და სვანეთში რო არის ბატონო თემის კულტურა რო იყო, ხო? ფაქტობრივად მშვენივრად ჰქონდა დემოკრატიული ის რაღაც ურთიერთობები დავაგებული, ხო?
აი რაიმე ისეთი თუ არის რაღაცა გაუცებული რომ არის და რა ვიცი ან რაც უფრო ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს ამ პერიოდის კვლევრებს ქონდა ყოველ შემთხვევაში სანამ წყაროებზე ცდომა არ ჩაკეტეს არქივები არ დაკეტეს უკვე 2 წელი არის ფაქტობრივად დაკეტილია ყველა მთავარი არქივი როდესაც აი ეს არის რომ სრულიად წაშლილ ამოგლეჯილ გადაკეთებულ და გამქრალ ისტორიას იკვლევ ხელახლა, ყველაფერი ახალი და ყველაფერი რაღაცა ესეთი აღმაფრთოვანებელი შეიძლება იყოს აი სიახლის თვალსაზრისით და მე გეკარგება უკვე ეს კრიტერიუმი, რომ ყველაზე ესეთი რა იყო და ეხა სპონტანურად რაც მახსენდება და აქაურობას უკავშირდება განსაკუთრებით და იმ პერიოდს, რომელიც ცხადია ეხა გაცილებით უფრო მეტი იცის ჩვენმა საზოგადოებამ და გაცილებით უფრო მაღალი ინტერესია პირველი რესპუბლიკის პერიოდზე, მაგალითად ბოლო წლებში, როდესაც თვითმმართველობის ისტორიაზე მუშაობდით, იყო ეს მომენტი, რომ აი მაგალითად ბათუმის და აჭარის კუთხით თვითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით დაიჩაგრა, იმიტომ რომ ჯერ 1918 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აკოსმალური ოკუპაცია იყო და თავისთავად ის პირველი რეფორმები, რაც დაიწყო, ვერ შეეხო. შემდეგ უკვე 2 წელი ფაქტობრივად ბრიტანული პირდაპირი სამხედრო ადმინისტრირების და კონტროლის ქვეშ იყო და ანალოგიურად ეს რეფორმები ვერ გავრცელდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენად ორგანულად იყო ბათუმი აჭარა მთელ საქართველოში მაშინ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და აი ამ კულტურის ნაწილი, ჩანს რომ მაგალითად სანამ ბრიტანული ძალები გავიდოდნენ და უშუალოდ საქართველოს აღიდგენდა კონტროლს და ადმინისტრირებას ბათუმის ოლქში, როგორც მაშინ ამბობდნენ, არის რომ ბრიტანული მმართველობის ბოლო თვეებში ისევ ძველი, ისევ არადემოკრატიული, ისევ ძალიან არაკონკურენტული პირობებში ჩატარებულ საქალაქო არჩევნებში იმდენად ძლიერი იყო იატაკქვეშეთი და იმდენად ძლიერი იყვნენ ქართული პარტიები, რომ აი ამ უამრავი დაბრკოლების გადალახვის მიუხედავად გაიმარჯვეს ამ არჩევნებში, ხო? ეს დღეს არ უნდა გავიგოთ თითქოს, რომ ეხლა დღევანდელი რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის არგუმენტად ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა, რომ იქ ბრიტანეთი იყო, რომელსაც გარკვეული წესების და ასე ვთქვათ, შედეგების აღიარების რესურსი მაინც გააჩნდა. აქ ეხლა სულ სხვა განზომილებაა, როდესაც ეს წესები არ არსებობს და არანაირი კრიტერიუმები არ არსებობს, მაგრამ აი საზოგადოება რამდენად განვითარებული იყო და რამდენად მაღალი პოლიტიკური კულტურა ჰქონდა და ორგანიზებული რამდენად იყო, ეს ცოტა ესეთი გასაოცარი აღმოჩნდა, რომ არა ჩვეულებრივ თავისუფალ კონკურენტულ პირობებში კი არა, ძალიან არაკონკურენტულ და ძალიან მძიმე პირობებში იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ დემოკრატიული სისტემა ყოფილიყო და საქართველო ყოფილიყო ერთიანი, აი ეს დაბრკოლებებიც გადალახა აქაურმა საზოგადოებამ ეს ერთი და მეორე, ამას ასევე ჰქონდა სამხედრო ელემენტიც და ეს მაშინდელი პრესის მასალებში არის, რომ აი მაგალითად ბრიტანელები სახტად დარჩნენ, როდესაც გადაბარების პერიოდი მოვიდა და ფაქტობრივად მათი ძალები უკვე ევაკუირდებოდნენ, თითქოს მიწიდან ამოძვრა მთელი, ასე ვთქვათ, სახალხო გვარდიის ბათუმის ბატალიონი. ანუ წინა დღეს არ იყო და მეორე დღეს უკვე შეიარაღებული ძალა გაჩნდა ადგილზე, რომელიც მანამდე იატაკქვეშეთში იყო, ხო? ანუ აი ეს ელემენტები იყო ძალიან ესეთი სანიმუშო, რომ რაც არ უნდა მძიმე პირობები იყოს, აი ამ ბრძოლას, სოლიდარობას და ორგანიზებას და თვითორგანიზებას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ეს არის გზა წარმატების და ეს არის გზა ნებისმიერი გამოწვევის დამარცხების, ანუ თანამშრომლობა, სოლიდარობა, ერთი იდეის, ერთი ღირებულების გარშემო, ასე ვთქვათ, ადამიანების თავმოყრა, რომლებიც ზადარიან ნებისმიერ გამოწვევას და ნებისმიერ საფრთხეს დაუპირისპირდნენ, ხო? ანუ ეს უცებრად გამოცემდა. ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ საზოგადოებას და ზოგადად ჩვენ გვაქვს, როდესაც აი ესეთი მაქსიმალურად, კი არა და აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების, როდესაც რომელიღაცა ერთ ძალას უჭერს მხარს, ასეთ პირობებში ვერანაირი ხელისუფლება ვერ უძლებს ამას, ხო? სადღაც 80-დან 90%-მდე უკაცრავად 80-დან 90%-მდე როცა არის მოსახლეობის ნება გამოხატული. მაგრამ
ეს ცხადია და ფაქტობრივად ხელისუფლებები როცა შეიცვალა ჩვენ და ზუსტად ამ უმრავლესობის წყალობით შეიცვალა, ხო? აი ამას რა ეშველება? როდესაც მცირე რეალურად ისეთი დიდი განსხვავება 90-ზე 95-ზე ვთქვათ, როდესაც არ არის ამა თუ იმ ძალებს შორის და ძალიან მცირე განსხვავება. ამას ყოველთვის ყლაპავს ხელისუფლებაში მყოფი პარტია. და ამიტომაც არის, რომ ვერასდროს ვერ მოხერხდა კოალიციური ხელისუფლების და აი როდესაც თანაბარი პოზიციები ამ პარტიებს შორის, ხო? აი ამ თანაბარი პოზიციების გატანა და აი ამისი ასე ვთქვათ, კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა ვერასდროს ვერ ხერხდება და ეს არის ჩვენი პრობლემა, თორე 90%-ს ერთერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს, გამორიცხულია. ბატონო, ხო, სამწუხაროდ ბოლო აწევლებში დამოუკიდებლობის აღდგენის მერე კომპრომისის და კოალიციური მართვის კულტურა მოიკოჭლებს ან ფაქტობრივად არ გვაქვს, ეს არის გამოწვევა. უბრალოდ ამ ბოლო წართმეულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მივიდა ასე თუ ისე ჩვენი საზოგადოება იმ ეტაპზე, რომ ამას ალტერნატივა აღარ უნდა გქონდეს. დასრულდა რაღაცა მესიანისტური ფაზა, რაღაცა ესეთი უპირობო ლოიალობის, უპირობო ილუზიების ან რაღაცა ესეთი კონფორმიზმის, მასობრიობის ფაზა. ამ ყველაფერმა ჩაიარა, ცხადად შეგვიძლია ვთქვათ და კიდევ ერთხელ თუ ვიდმეს რაღაცა ფრუსტრაცია, ან რაღაცა დეპრესია შემოეპარა, რომ არა, თითქოს ჩვენი ბრალია ეხა სადაც ვართ ეს განზრახება. არა, იმიტომ რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა, აჩვენა რომ მას აღარ უნდა არანაირი ერთპარტიული მმართველობა. მომავალი, როცა ვამბობ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ კულტურულად და პოლიტიკურადაც და გვინდა რომ ეს საბოლოოდ ეს უკვე ოფიციალური გახდეს, ეს ზუსტად იმაში გამოეხატება, რომ მივედით იმ დონეზე, რომ გვინდა რომ ეს იყოს კოალიციური მმართველობა, არა მხოლოდ ცენტრში, ადგილობრივ დონეზეც, იმიტომ რომ საზოგადოება არის მრავალფეროვანი, არის ბევრი ინტერესთა ჯგუფი, შესაბამისი წარმომადგენლების არჩევის კულტურა ასე თუ ისე გაგვიჩნდა, სადაც რეჟიმს მიტაცებული ჰქონდა მთელი ეს ინსტიტუტები და საერთოდ ჩაკეტილი სანამ უკვე აგრესიულ ფაზაში არ გადავიდა, თვითონ საზოგადოება აკომპენსირებდა იქ მრავალფეროვნების არარსებობას და ალტერნატივებს ქმნიდა, კულტურა იქნებოდა, ეს თუ განათლება იქნებოდა, თუ კერძო სექტორი იქნებოდა, ხო? ანუ რესურსი არის ნამდვილად ჩვენ საზოგადოებაში, უბრალოდ ამას სჭირდებოდა უკვე ასახვა პოლიტიკურ განზომილებაში. ჩვენ მოქალაქეებმა რა თქმა უნდა თავისი საქმე გააკეთეს, მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირეს, ოღონდ ცხადია, რომ რეჟიმმა ამ ნაბიჯის გადადგმა არ დაუშვა და ძალაუფლება არ დათმო, მარცხი არ აღიარა და პირიქით უკვე ფაქტობრივად დიქტატურის ფაზაში გადაიყვანა, ხო, ეს ქვეყანა და ეს ხალხი არსად არ გამქრალა, ეს არის ოპტიმიზმის საფუძველი და ეს ისტორიული გამოცდილება და გაკვეთილებიც ამაში გვეხმარება, რომ როდესაც ესეთი ცხადი სურათია, რომ არ არის ერთპარტიული მმართველობის ობიექტურად არანაირი დაკვეთა საზოგადოებაში, ერთი უფრო პირიქით მრავალფეროვნების მოთხოვნა არის და კონკურენციის მოთხოვნა არის. მეორე, არჩევნების მიტაცებამდე მომენტში და დღეს რეჟიმი ამ ნაბიჯის მერე და მთელი ტოტალური ძალადობის, აგრესიის და დიქტატურის განხორციელების კვალდაკვალ უფრო გაბანკროტდა, უფრო მოიკლო მისი რეალური მხარდამჭერების რაოდენობამ და რომ ის არის ექსკლუზიურად ამ ძალისმიერ აპარატზე ჩამოკიდებული. ანუ ფაქტი, რომ ხელისუფლების თავის ხელისუფლებას ეძახიან, ჩვენ არ ვაღიარებთ, ანუ არალეგიტიმური რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ აგრესიულად ჩვენგან და ყველა საერთაშორისო მხარის წარმომადგენლისგან, რომ მაღიარე რომ მე პრემიერ-მინისტრი ვარ, მაღიარე რომ მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, მაღიარე რომ მე პარლამენტის წევრი ვარ, ხო? ფაქტობრივად არიან გარიყული საზოგადოებისგან და ფაქტობრივად მათთვის საჯარო სივრცეები არის როგორც დანაღმული ველი, ვერ გამოდიან თავისუფლად საპოლიციო დაცვის მთელი გაძლიერებული ზომების გარეშე. ხო, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან ექსკლუზიურად აი ამ ძალისმიერი მართვის
მეთოდებზე ჩამოკიდებული და ასევე ისტორიული გამოცდილებით შეუძლია ვთქვათ და გავამხნევოთ ერთმანეთი, რომ ამ ხელა ქვეყანაში ასეთი მართვა ამ რესურსით შეუძლებელია. თუ კი ის არ არის უფრო დიდი ასე ვთქვათ, ძლიერი ტოტალიტარული სისტემის ნაწილი და ის არ არის ფიზიკურად განმახორციელებელი ამ ტიპის მართვის. და ცხადია, რუსების პირდაპირი ჩართულობის გარეშე ეს რეჟიმი ასეთი მართვის მოდელს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ძალიან გააწვალებს საზოგადოებას, ბევრს შეუქმნის ძიმე პრობლემას, გამოწვევას, დილემას და აზიანებს ფსიქიკურადაც, ფიზიკურადაც, ფინანსურადაც, ყველანაირად, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო და უფრო გაამკაცრებს მისრადმი პასუხისმგებლობის სამომავლო, ასე ვთქვათ, აქტს, რომ რაც უფრო ღრმად წავა ამ დანაშაულებებში, მით უფრო მკაცრად მოეთხოვება პასუხი დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ასეთი ენერგია და აი ამ ხელა ძალა, დრო, ძალისხმევა იხარჯება ამ პროტესტებში, მაშინ როცა ამდენი რამ არის გასაკეთებელი მეცნიერებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში და რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად სამწუხარო, იმიტომ რომ აი რაღაცა სასრულოა ხო ყველანაირი დროითი რესურსიც, ენერგიის რესურსიც ყველაფერს აქვს რაღაცა დონეზე დასასრული ხო და აი ესე რომ იფლანგება უბრალოდ ისეთ წინააღმდეგობაში, რომელსაც პროდუქტი არ მოაქვს ხო. ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. აი თუნდაც ის ფაქტი, რომ აი აქციებზე გამოვდივარ და 3 და 4 საათი დგახარ ხო ქუჩაში კი აქაც ვახერხებთ იმას, რომ რაღაცა საქმე გავაკეთოთ და თან ადამიანებს გავაგონოთ ჩვენი ხმა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა ეს რომ უფრო რაციონალურად გამოყენებულიყო. ირაკლი, ჩვენი პოდკასტის რა ვიცი დასასრულისკენ წავიდეთ და ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი არის რაღაცა ორი სიტყვით უნდა გითხრათ ბათუმურ ყავაზე, იმიტომ რომ ხალხის და ყავაზე ეკვია, ყავა არის აუცილებელი კომპონენტი. ყველა სტუმარი რაღაცა თავის დამოკიდებულებას მიტოვებს ყავასთან მიმართებაში. თან ძალიან გამიხარდა რომ ბათუმური ყავა დაგვიკვეთეთ და მოგეწონათ. ხანდახან რო ის ამერიკანოს ან რაღაცა სხვა ყავებს მithოვენ რესპონდენტები, ის პროტესტი მიჩნდება მაშინ როცა გვაქვს ბათუმური ყავა. რა ვიცი, ალბათ როგორ თქვა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ყავისმა იქნება, რაც ბათუმში მქონია, ამ დღევანდელი მომენტიდან გამომდინარე, ამ ფორმატიდან გამომდინარე, თავისთავად თვითონ ყავის ღირსებიდან გამომდინარე და რა ვიცი. ხო, თან ისა ქუჩაში რომ ვზივართ და ასეთი ჩიქებით დავდივარ. ჩვენი აქციის მონაწილეებს ძალიან მოსწონთ ჩემი ჩიქები და მიირთმევენ ხოლმე პერიოდულად აქედან. ასეთი პროტესტის და წინააღმდეგობის ძალიან ორიგინალური ესთეტიკური ფორმა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ეს საღამო ჩვენთან ერთად გაატარე. ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ასევე ჩვენს მაყურებელსაც, რომ გვიყურებს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც არის ისტორიკოსი, კვლევარი და რაღაცნაირად გრძნობ, რომ ჩვენს ქვეყანაზე ძალიან შეყვარებული ადამიანი. გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე.